აზურელი ხარ. აზურას ბიჭის გოგო ხარ. ცი რა არის, აი ცოტა რო ლუკი შევცვალოთ რა. მაგრამ სიცილიაზე მაინც თავარი ეგ არის. ჯერ არ ვიცი. დიდი მადლობა, წავედი მე კარგად იყავ. ადამიანი, რომელიც თითქმის ყველა YouTube ვიდეოს უკან დგას. გამოიწერეთ არტურას არხი, არტურა გამოჩნდება და ისე გამოჩნდება, რომ ისეთები შეიძლება გამოაჩინოს, რომ და დღეს მაფია აღარ იქნება. აღარ გადავიღებ მაფიას. ვინაიდან ესე ქუჩაში ობლად დაგტოვეს. დათო არ პასუხობს. G2G სიცილიაშია გაპარული. ჩაბარდა G2G სიცილიაში. მე წამყვანი ვარ. იქეთ ფანჩატური რო არის. ქუჩის მაფიას ვითამაშებთ. მე გიო, ვასილა, ასლანა შემოგვიერთდება. იქაც იქ ნიავია. კაი, აქ. всё, მორჩა, ნახვამდის. აჰა, ესეც ასე. შემოვედით, შემოგვიშვეს, დაგვირეს კარი როგორც იქნა. და აი, გაჩვენებს account space. და როგორ არის? აქაც ილუზებს მაფია. მე გადამიღე. გამარჯობათ ხალხო, ვინც არ მიცნობთ საიდან რა ხდება? და სიმპათიურები. ვინ საიდან მიცნობს ხალხი? მე წესთ. PUBG-დან თავიდან. სახე, ხო, არა, სახე. არა, სახე Game Zone-დან. სახე Game Zone-დან, მე სტრიმებიდან. არა, მე ვერსუსები. არა, ჯერ სტრიმავთ. მე ვერსუსებიდან, მე ელიოზე ვიდექი. რაღაც ნაწილებს დაშლილებს ყიდი იქიდან მიცნობს ხალხი. მე კინისკარების ხელოსანი რო ვიყავი, იქიდან გამიცნო ხალხმა, იმიტომ რომ ჩვენ კინისკარების ხელოსანი ვარ და ერთად მუშაობთ ჩვენ. კინისკარების რა, ხელოსანი ვარ ჩვენ. ეს ვინც ლაპარაკობს, ეგ მე ვარ და აი ჩვენ რობიძახი, მეორე არის არტურა აგერ. ეს კინისკარების ხელოსანი. ხო და ეხა მაფიის ხელოსნები ვართ. ჩვენ რომ მუშაობთ ხოლმე გიო პროსტა ზის აქ რა. აი ადგილი აქვს თავისი და გიო ზის. ჩვენ მაფიაში რა საკეთებთ? ჩილავ. ხო, აი ყველას რაღაცა დის აქვს, მოვალეობა აქვს, პროფესია და მე არა, მე აქ ვარ. გიო პროსტა ზის. მაყურებელი. გიო არის მაფიის მაყურებელი წამ. ეს არის ნოდარი. იგივე Dark Flash-ი. მე ვარ არტურას ვლოგში? კი, შემოგში. არტურ არის ძალიან მაგარი ადამიანი რა. მე რაც გავიცანი. აი მე ვაფასებ ამას როგორც აი კარგი რეჟისორია რა. ხო აი მე ჩემი საოცრებო პროფესია იყო რეჟისორობა და აი მე მიხარია რომ აი ესეთ ადამიანს ვიცნობ რომ ესეთი კარგი რეჟისორია. Oh, thank you. აქ ისევ ცრემლი მინდა რა. აი ეს ლამაზი ოთახი იქნება ცოტა ხანში. ეს ლამაზი ოთახი. აუ იმას რა ქვია, გვაქვს თუ არა იმის იმედი, რომ ჩვენ სიცილიაზე წავალ და იქ ჩავატარებ ჩვენს ფინალს. იცი 70%-ით მაინც მე მჯერა რომ წავალთ რა, უეჭველი. ანუ ისე შევებზადე რომ მეთქი უეჭველი მივდივართ, ეხლა ეს იმედებს ნუ ჩამომიგრევთ. როგორც ანანომ თქვა წინა პოდკასტში, მე მაინც მყიდულობ ბილეთებს და მივდივარ, ასე რომ ყველა მიყიდოთ, წავიდე და ჯიჯი წამოვა. ხო რა. მოუწევს წამოსვლა. всё, უეჭველად რა, იქაც გადადით G2G-ს არზე და იქაც რავი რა, ვინმე სპონსორები ახალი პოდკასტები ნახეთ ხოლმე უეჭველად. ხო, პოდკასტები ნახეთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაცა არის პოდკასტებში. უკვე მართლა პოდკასტის სახეა ბოლო-ბოლო რა, უკვე ხო, საინტერესო კაი სტუმრები ყავს და ვლაპარაკობთ არა მხოლოდ მაფიაზე, არამედ ყველაფერზე ზოგადად რა და გამოიწერეთ რა, არხი ჩემიც, იმისიც და შენ გააქვს არხი? შენ მაგრამ გამოიწერეთ მაფიის ღამის არხი. ხო, აი 23000 გამომწერია და მე ვჩალჩობ ხოლმე რაღაცებს და გამოიწერეთ მაფიის ღამის არხი, მაფიის ღამე აწერია და შორტებს დებ ხოლმე მანდ. ხო. აი ეგრე. ერთი ახალი არხის დავამატეთ, იცით გამოიწერეთ. 4-4-ზე რა. გადახოთელ מחარასთან მივიდეთ. ლეგენდის თანახმად ესენი არა მოჭრიან. წყვილში თქვენ შენ და კალამ რაღაცა ქენით. როგორ? წყვილში შენ და კალამ რაღაცა ქენით. რა წყვილში? ლეგენდის თანახმად? ბიჭო, თქვენი ურთიერთობა. ჯონი სინსის ვიძე ვარ და კალაც. შენი აზრით ჩვენ ვიზავდით თუ ჩვენ უზავდით? თქვენ უქენით?
ჩვენ უქენით. თქვენ უქენთ. აბა ერთად თან ეს ხელი გადახვეულება. ესე ვიდექით და უშვებოდით. ძალიან საინტერესო. ინტერვიუები დაწყებულია. დაწყებულია რა, აწყობილია. ახორებო, ლეგენდა რაზია არ ვიცი, რაზია. ესეც highlight-ებში ეგრე. ლეგენდა რაზია, ბიჭო. გამოიწერეთ ამ კაცის არხი, იმიტომ რომ მართლა ჯობია რომ ისე ეგდოს, ერთი არხი გეგდოთ 1000 უგრძობა გამოწერდა, ერთით მეტი თუ ნაკლები დააზრია. ვერაბიკო. ატენელი, ჩემი საყვარელი ვიდეოა. მოდი. ატენელი ხარ. აზურას ბიჭის გოგო ხარ. Anladım, tamam. იმის მომხრევა რომ we can continue speaking on English, so we're making our epic mafia show. ხო, ჩვენი ფლექსი. ჩვენი ფლექსია, მე ფლექსია ვამეთ, რომ ესეთი ტექნიკით ვიღებ ჩვენ არა მარტო სხვა შოუს, ამასაც მათ შორის მაფიასაც. და ხო, off-road არის F3-ია და აი ხოლმე გავწმინდოთ. შენ არ ჩახარ მოდი. ამოვყვით ხო ცოტა ტალახოს. ჭიანჭველა მენი. ჭიანჭველა დაეჯახარ სპილოს. Crazy. არტურ არის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ადამიანი, ვინც კი შემხედრია და მე ხა განათება სპეციალურად ვეფარები, რომ კარგი ანარეკლე იყოს და მე backlight. ხო რა. და ამითი გიდასტურებ, რომ მე გადაგრიბოში ძალიან კაი ვარ, შეგიძლია production-ში მატაკო ეგ. კაი ხო, ეს ისახმრობთ. როგორ ახარ? მე ძალიან დაღლილი, მაგრამ კაი ხასიათზე ვარ ხო, მაინც. ეგრეც უნდა იყოს. რამდენად ოპტიმისტურად უყურებ ამბავს, რომ მივდივარ სიცილიაზე. აუცილებლად ზავალთ, ბიჭო. ჯითუჯის რო გაუაზრებ, აი რაღაცა თავში რო გაუელვებს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეგ გააკეთოს. პროსტა, აი ახლა რო მაფიაზე წავალთ, მომდევნო სეზონში რა უნდა ვკნათ? ანუ მართლა მაინტერესებს. მე რა გადავცხოვდეთ. შეიძლება. რა გაია? მთელი სეზონი რომში. ჩაცმოზე, ეციება იცი. ეციება ზამთარი უწევს. ხო, ანუ მე ანანო ნოდომ ისედაც თქვი წინასწარ ყიდულობ ბილეთს და მივდივარ, შენ რო არ წახვიდე რა და სამი კაცი მივდივარ. დრო რამე, მე მგონი დაანჩენებით წამოხლა და მე ბოლო G2G-ს იყიდის ბილეთს და წამოვა. ყველა იქ დავხვდეთ და მოუწევს. მოუწევს ამოსვლა, всё, ეგ. და მე ხარჯებზე ავანაზღაურებინებთ რა, დაზღვევის პონტე იყოს რა. ჯერ იხდი და მე გიბრუნებს რა, ეგეთი პონტი. ისა რა ქვია, აქ რამე შევცვლიდით? ბიჭო, ბევრ რამე შევცვლიდი, მაგრამ ფინანსებია ეგეც. ფინანსები ჯობია სიცილისთვის შევინახოთ. ისა off-road-ზე ვიდეო ვნახე. ეგ ანონსი იყო, მე ხა გადავიღე ძალიან საინტერესო რაღაცა, კი. მოგეწონება. off-road იმაში community-ში გაწევრიანდები უეჭვოდ. მე გაკიდინე პატარა. off-road ისეც მე ასევა. გეოსება, რა სამყარო. პროსტა ისა რა, მე რომ მანქანაზე აღარ ვჯდები. რაღაც სუდი გამოცდილების გამო. შტურმანად. მაგის გამო, ხო, აი შტურმანი შეიძლება. ნიჩაბს გათხოვებ, იმებს, რეჟიმის ჩექმებს გათხოვებ და ამოსაწევებს. კი, ლებიოტკა რაღაცები და. კაი, გენიალური იდეა. რატო წამაწვინე? რა კალათი შევცვალოთ თქო. რაღაცა მაინც გერქა უსინდისო. ჩაიარა. ჩვენ წამო Red Bull-ი დავითრიო და შოკოლადი ხო ჩვენი მე მიმიწვიეთ თქვენს არხზე თუ როგორ რა მაგარი თქვენ ობიჩი მოგმართავთ დიახ გამარჯობა მე ვარ ანანო და არტურა ძალიან მიყვარს კიდე რა მევალებ არ რამე სიტყვი კიდე შემზე არტურა არის ძალიან მკაცრი ადამიანი და ეხა კიდე თუ დააგვიანებს ზოგიერთი შეიძლება გადაარტყას ბათრახი რა არასდროს არ დააგვიანებ გადაღებას აი G2G ამბობს საერთოდ რო არ მოვიდე თუ შეიძლება ეგეთი რაღაცა და ვაუ რა პანა მოვიდა ხომივდივართ სიცილიაზე ხომივდივართ ხო აბა რა ოღონდ ჯერ გადამღებები მიდიან და მე მიყვებით ჩვენ აუ აი ესეთი მუხტე გვინდა ზუსტად რა უეჭველი როგორ ახლა აუ არ მეყორა გთხოვრო ნო ესეც ჰაილაითებში რა ხდება აი ჩემი ლოგია ჩემ ლოგს ჩემი ლოგია მე ვიღებ ხოლმე ბექსტეიჯ ინფლუენსერი გახდი ძმა
ბიჭო, ჯერ მე ვიყავი ინფლუენსერი იცი რა არის, აი ცოტა რომ ლუკი შევცვალოთ რა, ხო ხტები და აზრი არა. ხოიცი ყველა ოპერატორს, ანუ გერმანიაში რო ვიყავი სასწავლო, ეს უეჭველად, ესეთი ლუკი გვაქვს ყველას რა. გასაგებია, კარი, გაიხარე. მე თუ დაგჭირდი რამეში, აფერი, რავი რა. დამიძახე რა. დამახასიათე. და გახასიათო? რავი რა. არის რა. მაგრამ საქმე იცის, კაროჩე რა. დანარჩენი ხა პიროვნულად რაღაცა X უფრაზე ნახავ და გეტყვით მე. აბა გამოგვიძონე. აბა თქვენ. აი გიოც მოვიდა. გიომ დაგვაყუდა 1 საათი. ყველაფერი გიოს ბრალია. მაგრამ სიცილიაზე მაინც მივიდივარ. თავარი ეგ არის. ჯერ არ ვიცით. რა ჯერ არ ვიცით. მე ანა ნოდო მიდიო. ჩვენ ვიყიდეთ ბილეთები. აი გიო ვასილასაც უყიდე ისინი მოდიან. და გიოსაც ჩამოვიყვანთ რა. ან დაადონატეთ და გიოსაც ჩამოვიყვანთ რა. ჩვენ რომენოთის ფეხით ჩამოვამანებთ. აუ ერთი კაი იდეა მაქვს რა. production team-მა რო ვიქირავთ მანქანა, ან ჩვენი რომელიმე მანქანი წავიდეთ სიცილიაზე. სიცილიაზე, კუნძულია. ხო კაი იდეა. ერთი კვირა გზაში რო ვართ. არა, მეტი დაჟე. ამიტომ იქ გვინდა ავაფორმატე, უეჭვა დავაფორმატე. აუ ძალიან ცხელა. აჰა. ხო, არა, ესე სადღაც სარდაფში მუშაობ ჩვენ რა. კაპიკებს გვიხდიან, დღეში $1 თელ გუნზე, საჭმელზე ძლივს ყოფნის ჩვენ. მაგრამ მაინც 4-დან 0-ებით დავდივართ. No money, წავ. ძალიან სიმპათიურია. არტურა. ხანდახან. დღეს არ შეიკრიჭა, მაგრამ ცოტა წვერები შეისწორა და ალბათ, ხო, სიმპათიურია არტურა. იმედია მალე მიიღებს მაკლარენ არტურას. ეს როგორც ყოველთვის გამიგო. ჩააგდო. გაგინ. ბევრი ფული არ ვიცი, მაგრამ იმედია ამ კვირაში ცოტა ფული ვიქნა. ბევრი ფული. აფიაში რა შევცვლიდი? ვიყიდიდი 12 წელ რადიო გადამცემს და ერთი მიღებზე შევაერთებდი, რომ ყველას ხმა ერთად გქონდეს. მადლობა. მორჩი ახლა. $12,000. ესე ჩვენი ლეგენდარული მაფიის მაგი და ეს არის ძირითადი დარბაზი, სადაც ვაკეთებ, სადაც ვიღებ შოუს. გენიალური, კარგი ვიზუალი აქვს. შეგიძლიათ მოხვიდეთ, ითამაშოთ, აქ მაფია გაერთოთ, ტურნირებში მიიღოთ მონაწილეობა, კაროჩ ჩასწორებს რა ძალიან რა. ესე ჩემი მოფიქრებული, ჩამოკიდებული განათება აქ. ვიმეს თუ გაინტერესებთ კიდე ვიყიდეთ Nanlight-ის ბრენდის ერთი პრიბორი, თავის პატარა ოქტაბოქსი, ჩამოვკიდეთ, ვარეგულირებთ თან აპლიკაციით და რა ერთი კაი გამოსახულება გაქვს დღისითაც და ღამითაც. ხმას წერთ, აგე ესეთი როუდებით წერთ, ინტერნალ პროსტა ხმას წერთ ვავში და მე ვაედიტებ, ვასინქრონებთ ყველაფერს. აქ გვიდგას ორი ცენტრალური კამერა, ერთი რომელიც იღებს საერთო კადრს, მეორე იღებს G2G-ს, აი შუაში როცა ზის, აპარაკობს, ესე ახლო კადრში. დანარჩენი მაგიდასთან მუშაობ კიდე 3 მოძრავი კამერა, 3 ოპერატორი, მე გიო და ვასილა. მოძრავად ზოგი ხელით იღებს, ზოგი მონოპოდზე. ძალიან დამლელია. თან აქ ძალიან ცხელა, ეხლა აი მოდი. ძალიან საყვარელი ვარ. ხალხს ჩემზე მეწე, ეს ირლანდიის რაგბის ნაკრების ფორმაა, რომელიც მეორადებში ვიყიდე 12 ლარ თუ 14-ად. კაი. კარგი შეანძენი იყო. დიდი მადლობა, წავედი მე კარგად იყო. ხალხი პასუხს წერნი, რომ მალე ხალხს ეძებს, ელში ხალხს ეძებს. ესეც ჩემი ერთ-ერთი საყვარელია. ოღონდ მართლა ბენდიქტნერი ძალიან კაიდია. ამის ეკლუბში არ მიხდი, მაგრამ მართლა კაი გემდელუდია. ოღონდ გავფილტრაბი. ნენკა. არტურა არის ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი რა. ოღონდ თან ძალიან მოწესრიგებული და
აი მოწესრიგებული ადამიანი რო ხარ და თან შრომის მეყარე, ყველაფერი გამოგდეს ძალიან მაგრად და ვინც არ იცით, მე რო ინტერვიუებს ვაკეთებ მაფიისთვის, არტურა არის ხოლმე ოპერატორი რა და როცა არტურა არის და არა ეს კაცი, ყველაფერი მიდის ხოლმე ძალიან მაგრად, აი 10-დან 10, ხო და მე მგონია რომ კარგი ადამიანიც არის რა, იმიტომ რომ შეუძლებელია ესეთი ეხლა რა გამოდის რომ მე ვიღებ არ ვარ რა? არა, თქვენთან არტურასთან ერთად მუშაობა არის ძალიან კომფორტული და ვასილასთან ერთად ხო და არტურას არხი გამოიწერეთ რა, გამარჯობა ნანკა გენაცვალა. გიგარი. გადი ხა ხოშე. მე ვასილა გავა. გადი. აცი ვიგინე უჟმოწვა. აი თამაშო, გავალ ბიჭო, გავალ. მე არ ვთამაშობ ლეკეთ. მე ამათ ნერვებზე თუ ვითამაშებ დღეს მაქსიმუმ. არტურ, ქვემოთ ჩამოავა. გამარჯობა, ეს არტურიოუსის არხია. არტურიოუსი არის ადამიანი, რომელიც თითქმის ყველა YouTube ვიდეოს უკან დგას. თუ არ დგას, მისი სული იქ ტრიალებს 100 წლის შემდეგ, მეგობრებო. ხო და ეხა მალე გამოჩნდება უკვე ეკრანებზეც და მაფიაშიც მიიღებს მონაწილეობას, როგორც ვიცი, კარგახანია. გიორგი ჯითუჯაშვილი ეხვეწება, რომ მოდი ითამაშე და რაღაცა და რო გვეჭყანები ხოლმე კამერის უკნიდან, მეც რო თან გეჭყანები, მე ნახავ როგორი რთული ყოფილა თურმე ცხოვრება და აი მაფიას რო ითამაშებ არტურ, ჩემო კარგო, ჩემო პატარა ულამაზესო გნომო. მე უკვე მიხვდები როგორია ელოშვილი ესე ახლოს რო გიდგას გვერდით და ხელზე რო გეამბორება. როგორი სასიამოვნო ამის თქმა მინდოდა. გამოიწერეთ არტურას არხი, არტურა გამოჩნდება და ისე გამოჩნდება, რომ ისეთები შეიძლება გამოაჩინოს, რომ მე რა შეიძლება გამოაჩინოს, მაინც რას იძახე. მე რო კამერა მანათებს თავზე და თან მიკროფონი რომ იჭირავს, ხანდახან ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე, ხო და? ეხლა მოვყევი ისტორია თუ როგორ აღმოჩნდი ეკრანებზე. ვიყავი 20 სტრიმინგი არ თქვა. სტრიმინგი არა, სტრიმინგით არ იყო, თამაშობდი. ანუ ზოგადად ბავშვობიდან თამაშობდი და თამაშო დავიწყე, PUBG-ს თამაში დავიწყე, ვიყავი ერთ ორგანიზაციაში. არაგველები ერქვა აქედან დაკუზეს მოკითხვა. ეს ჩემგანს. და დაუკავშირდნენ არაგველებს ზუმერისგან, ესენი დაუკავშირდნენ, რომ ჩვენ გვინდა ერთი ტიპიო, რომელიც ბევრს ლაპარაკობსო და გარკვეულიაო smartphone-ებში და თან gaming-ში და mobile gaming-ის მეფეს ვეძებდი კონკრეტულად. იქ აღმოჩნდი მე, რომელიც ბევრი ლაპარაკანუ კარგად ლაპარაკობდა და ასე შემდეგ და თან გარკვეული ტიპი იყო და მივედი. თავიდან კი ვიყავი მოგუშული მეთქი აქ რა ხდება. არაფერი არ ულაპარაკე. რაღაცა კამერა და რაღაცა ჩაჯბული ბავშვით ვიყავი, მაგრამ მაგის მერე გამეხსნა არტურა მითხრა რომ მეო შენო მოგხედავ და მომხედა. მოვალე ხლავიცმა. მე მომხედა და დაახლოებით რამდენი ხანი 4 თვეში 4-5 თვეში დავიწყეთ პროექტი Game Zone-ასთან ერთად ვაკეთებდით review-ებს gaming აქსესუარების და მე და არტურა ერთად გადავედით YouTube-ზე და მე თელი YouTube-ი დავიფყარით და ეხლა რავი, ანუ სადაც რამეს უყურებთ. ჩვენ ვაკეთებ არტურა. ჩვენა ვართ. ახლაც და პაპიროსი არ მოწიოთ ძალიან გთხოვთ. არც ეს. ხო, არ მოწიოთ. ცილისტიანების პაპიროსი. არ ვარ გამოდა რო დაახველებთ შეიძლება ფილტვი ამოგივარდით. არც წავედით სატესტოს თამაშობენ. და ესეთი მაგიდა. ვაწევია იმაში არის. გამიხარია. ვახო, გამიხარია. იშტები? სოციალურ შეტელებში. აუ, აბსოლუტურად წელი. ტელეფონი პორტალი ხო? რატო არ ჩანს? იცი, იმიტომ რომ ყველა პროექტი იყო წარმატებული ამის. როგორ? რკინის კარების ხელოსნები? ეს კაცი არის შრომის მოყარე რა. მოდი აქ შუბზე. შენ შემოგევლე. ეს კაცი მეგევლოთ რომ ეფრო არის შრომის მოყარე, ანუ განაცვლიე ადამიანი კარგია. შრომის მოყარია, რომელიც რაღაცა პროექტებს ასწავლებს იმის უკან ხიდი. bridge, რაც არის ეს არის. მართლა. თესლი კონტენტი და ხალისი არის ამდენ ხალხში ისე გადაღება რომ ვინმე არ გამორჩეს მართლა დრონის აფრენა და სიმწვანეს რო გადაატარებ და მზალუც რო დაადებ ეგ კი არა შრომა არის რომ ტიპი უსმენ გადაღებისოს ხალხი გადაწიე დრონი და გაფრინდა მოусმინე წარმატებები ჩემი ძმა
მოკლედ. საპოდკასტ, всё? წავედ, გადავეწყოთ. იმედი ინტერვიუების სერიას უყურებთ და ახლა გადავეწყობით უკვე ოთახში. აქ ხალხი თამაშობს, აქ გადავეწყობით ახლა. всё. მზად ხართ, ლომებო? იო, ბოლო 7 საათია მზად ვარ. როგორ? აჰა. ჩვენი მაყურებელი ერგული. იო. ის კომაკო, ამ სეზონში. ამ სეზონზე? არა, ხო, რა თქმა უნდა, მე მინდა რომ კამი მოიგოს რა. მე პირადად კამის ტექნიკებით რაღაცები თავიდან რომ ძალიან მევასებოდა და მე ამ შემთხვევაში კამის გულში ისე კონტრას და კამის, მაგრამ რადგან ესეთ სიტუაციაა კამი. და ფინალი ინებიცნებია სავარაუდოდ? ჩემი აზრით, აი ის ბეთლებიც არ მინახავს, მე მგონია რომ კამი და სკაირეზი იქნებიან. ეს მგონია. ოკეი. წარმატებები ორივეს, მაგრამ კამის უფრო. დროებით და გამშვიდობებით, ალბათ თამაშის ბოლოს რაღაცას კიდე ჩავწერ და ეხლა კი დრო აღარ გვაქვს. კამერას ვჭირდება იმისთვის, რომ კიდე გადავიღოთ რაღაცები და всё, რა ვიცი, წარმატებული თამაში ყველას, ჩაო. ჩვენ მოგვიტოვეთ თანადები. აუ, კარი. ეს დიდი ოჯახი. ოჯახი შევიდრებეთ ჩვენ. ავაი, მე და გიგით ხუბები. საიტს ვიღაი. www. მაფიას მხარდაჭერი არის ასევე რუდისა, რომელიც ქართული ნატურალური ალბომანი პრემიუმი ჩიპსი არის. რუდისა შეგვიძლია გიგებოთ, როდესაც გავარდებით და გემრიელად გიგით ჩემს აპარატ ჩიპსი გაქვს. როგორც გითხარით, პატარა ნაწყვეტი დავტოვე, ვიდეოდან კიდე ჩავსვი და всё, მე უკვე წაშლილი ვარ, ძალიან დავიღალე. ყოველი მაფიის ჩაწერა საკმაოდ რთულია, მაგრამ საინტერესოც არის, მაგრამ რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავთ და ასავანა ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავს აქ თითების მოძრაობაში. კი. და მე ედიტში ყველაზე მეტი ტკნის ჭყეტვა ამ კაცს უწევს. ხმერვერი გარის მზე. ასე რომ მაიცა ვინ ახსენა? რა. არ მახსოვს. რა ცედა? ლოგს ვიღებ, ჩემს. სადებ. ყველა მახასიათებს და იძახის რომ გამოიწერონ ჩემი არტი. ეგ ხო უკვე თქვი. შენ თქვი ხო? მაგრამ გამოიწერეთ რა, არ მithქვას, მაგრამ გამოიწერეთ. ხო. თუ არ გამოიწერთ არტურას კლუჩი მოგაგითხავთ ღამე. ხო. და კიდე სპონსორი არ არის ლუდისაც. ლუდისასაც ველოდები სპონსორად, ოღონდ ბარს რო გავს, ლუდის ბარს რო გავს, მე. აუ, ძალიან გაასწორებს. მე ლუდის ბარს გავსნი, გიო ქავთარაძე გვერდით ხსნის ყავის კაფეტერიას. ვასილას უკომენტარო დავწერდი, ვიცი რა გახსნა, რას გახსნა. ყავის თემას მე ვაპირებდი ზმა, ვინ ნამახე? უბრალოდ ასლანა გახსნის ჩემს გვერდით მარჯვნივ, გიო მარცხნივ. მე თუ შენ ვიცი რა, შენ ვიცი რა ხსნა, არ გინდა. წავედით, всё, давай, чао. აიცა, არ გათიშო. არ გათიშო. გათიშე? არა. ვა. ყოველთვის მაგ ბანძი დამთავრება, რაღაც უნიკალური უნდა იყოს. აჰა. მაფია.